გამარჯობა მეგობრებო. PSG-ში ახალი სეზონი დაიწყო. რა ხდება გუნდში? ახალი ცნობა მამარდაშვილისა და ჩაკვეტაძის თაობაზე და მადრიდული კლუბის დიდი სატრანსფერო საგა. თქვენთან კი მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ნუ დაგეზარება, რადგან ეს მხოლოდ 2 წამის საქმეა. ჩემთვის კი დიდი мотиваცია. მადლობას გიხდით, თუ ეს ჩემი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. კვარაცხელიასთვის ახალი სეზონი ოფიციალურად დაიწყო. Paris Saint-Germain-ის სამწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ლუის ენრიკეს განკარგულებაში ამ ეტაპზე მხოლოდ 16 ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათ შორის კვარაცხელიაც. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე მოთამაშეები გუნდს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდებიან. ამიტომ მომდევნო დღეები სწორედ იმ ფეხბურთელებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებმაც მომზადება უკვე დაიწყეს. კვარასთვის ეს შეიძლება მცირე, მაგრამ საინტერესო უპირატესობა აღმოჩნდეს. როდესაც გუნდის რამდენიმე ლიდერი ჯერ კიდევ შვებულებაშია, ხვიჩა საშუალება აქვს ფიზიკური მდგომარეობა უფრო ადრე აღიდგინოს. ბურთთან მუშაობა დაიწყოს და ლუის ენრიკეს პირველივე ვარჯიშებიდან აჩვენოს, რომ ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება. PSG-ს კი მოსამზადებელი პერიოდი 7 ნამდვილად არ იქნება. აგვისტოს დასაწყისში პარიზელები მალიორკას შეხვდებიან. 8 აგვისტოს კი გაცილებით სერიოზული ამხანაგური შეხვედრა აქვთ მანჩესტერ იუნაიტედთან. ამის შემდეგ სეზონი პრაქტიკულად მაშინვე ოფიციალურ რეჟიმში გადავა. 12 აგვისტოს PSG UEFA სუპერთასზე ასტონ ვილას შეხვდება. 16 აგვისტოს კი საფრანგეთის სუპერთასისთვის ლანსთან იბრძოლებს. ხოლო ლიგა 1-ის ახალი სეზონი 23 აგვისტოს რენთან შეხვედრით დაიწყება. ანუ რამდენიმე კვირაში კვარაშერ პრესეზონზე უნდა შევხედოთ. შემდეგ კი მას პირდაპირ 2 ტიტულისთვის ბრძოლა ელის. მაგრამ PSG-ში მხოლოდ კალენდარი არ იცვლება. ცვლილებაა შემადგენლობაშიც. კანინლიმ გუნდი უკვე დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით მადრიდის ატლეტიკოში დამატებითი ბონუსებით გადავიდა. ეს კი ლუის ენრიკეს შემტევ როტაციაში გარკვეულ სივრცეს ათავისუფლებს. თუმცა პარიზში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები. ყველაზე საინტერესო მდგომარეობა ბრედლი ბარკოლას გარშემო შეიქმნა. ეკიპის ცნობით ფრანგმა გარემარბმა PSG-სთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა, რის შემდეგაც კლუბმა მისი ფასი დაახლოებით 120 მილიონ ევროც განსაზღვრა. ეს შე არ ნიშნავს, რომ ბარკოლა ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს, ან მისი წასვლა უკვე გადაწყვეტილია. თუმცა ინგლისიდან ინტერესი არსებობს და იწერება, რომ ის დამატებაზე 4 კლუბი ფიქრობს. თუ ტრანსფერის საკითხი რეალურ ეტაპზე გადავა, თავად ფეხბურთელისთვის სასურველი მიმართულება შესაძლოა ლივერპული იყოს. აქ კი მთავარი მხოლოდ კვარასთან კონკურენცია არ არის. ბარკოლას გასულ სეზონში ლიგა 1-ში 11 გოლი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მხოლოდ 2. მსოფლიო ჩემპიონატზე მან საფრანგეთის მაისურით 8 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ანუ საუბარია მაღალი დონის ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელსაც PSG-ში საკუთარი როლისა და სათამაშო დროის შესახებ მკაფიო სურათი სჭირდება. ლუის ენრიკეს გუნდში კი ეს მარტივი არ იქნება. PSG-ს თავკაცმა კი ახალი სეზონის წინ მკაფიო ქსავნილი გავრცელა. გუნდში მხოლოდ ის ფეხბურთელები დარჩებიან, რომლებიც კლუბის მიმართ სრულ ერთგულებას აჩვენებენ. ამასთან ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. ეს განცხადება მხოლოდ ბარკოლას ან რომელიმე შესაძლო წასვლის მსურველს არ ეხება. ის ერთიანად ვრცელდება გუნდის ყველა ვარსკვლავზე, მათ შორის კვარაცხელიაზეც. ხვიჩა სტატუსი მაღალია, მაგრამ ლუის ენრიკესთან წარსული მიღწევები ავტომატურ პრივილეგიას არ იძლევა. სწორედ ამიტომ კვარასთვის პირველი ვარჯიშები და ამხანაგური მატჩები უბრალო მომზადება არ არის. ის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ თანაგუნდელებზე ადრე შეუდგა მუშაობას და ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ სეზონის პირველი დიდი მატჩებისთვის უკეთეს რიტმში შევიდეს. ამიტომ ჩვენ მალე გავიგებთ, როგორ ფორმაშია ხვიჩა და რაც ცვლილებები შეაქვს ლუის ენრიკეს ახალ PSG-ში. ამ ეტაპზე ბარკოლას მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ის შეიძლება დარჩეს და კონკურენცია გააგრძელოს. ან PSG 120 მილიონიანი შეთავაზების შემთხვევაში გაყიდვაზე იფიქროს. თუმცა პარიზელებისთვის გადაწყვეტილება მარტივი არ იქნება. ბარკოლას გაყიდვა დიდ ფინანსურ სარგებელს მოიტანს, მაგრამ გრძელი სეზონის განმავლობაში გუნდ შეტევაში ხარისხიანი არჩევანით შეუმცირდება. ასევე შეიძლება ხვიჩასვისაც ცუდი იყოს, რადგან ბარკოლას სახით ძლიერი კონკურენტი წავა. კომენტარებში კი დაწერეთ თქვენი აზრი. უნდა შეინარჩუნოს თუ არა PSG-მ ბარკოლა ძლიერი კონკურენციისთვის. თუ 120 მილიონიანი შეთავაზების შემთხვევაში მისი გაყიდვა უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება. ჩაკვეტაძის უდინეზეში გადასვლას იტალიური მედია კვლავ ეხმაურება. ამჯერად გოლის იტალიურმა ვერსიამ გამოაქვეყნა მასალა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას უსხოვეთიდან დაიმატეს და ამ ჩამონათვალში ქართველი შემტევიც მოხვდა.
ეს გამოცემა კი გიორგის შემდეგი სიტყვებით ახასიათებს. ჩაკვეტაძე ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე გარემარბად და ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშოს. ის საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია, ტექნიკური მოთამაშე, რომელსაც გოლის გატანის ალღოც აქვს. უდინეზეს თავკას კოსტა რუნიაიჩს შეიძლება რომ ჩაკვეტაძე სხვადასხვა პოზიციაზე გამოიყენოს, როგორც ხუთ ნახევარმცველიან სქემაში ერთ-ერთ ნახევარმცველად, ისე დევისის უკან, მეორე თავდამსხმელად. ჩაკვეტაძეს გარანტირებული არ აქვს, რომ მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონში ბევრ სათამაშო დროს მიიღებს. წერს გოლი. ცნობისთვის ქართველ ფეხბურთელს ტრომა აწუხებს და ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. ხოლო იტალიური პრესის ინფორმაციით, ჩაკვე სეზონის დასაწყისისთვის სათამაშოდ მზად იქნება. უდინეზე კი პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს იტალიის თასზე პადოვას წინააღმდეგ ჩაატარებს. გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით ახალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა. ზისანის ჟურნალისტის ალან ნიქსონის ცნობით, ლივერპული ქართველი მეკარის ერთი სეზონით იჯარით გაშვებას განიხილავს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მამარდაშვილისთვის სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვლება. გიორგი ლივერპულმა სოლიდურ თანხად შეიძინა და მასთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. თუმცა მან კლუბში სრულფასოვანი პირველი ნომრის სტატუსი ჯერჯერობით ვერ მოიპოვა. გასულ სეზონში ქართველმა მეკარემ 20 მატჩში ჩაატარა, 34 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ 3 შეხვედრაში შეინახა. ეს სტატისტიკა იდეალური ნამდვილად არ არის, თუმცა მამარდაშვილის მდგომარეობა თავიდანვე რთული იყო. მას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან კონკურენცია უწევდა და სტაბილური სათამაშო რიტმის არ ქონია. ახლა კი მთავარი კითხვა უკვე აღარ არის, თუ რამდენად აფასებს ლივერპული გიორგის. მთავარი კითხვა სხვა. რამდენად აზრიანი იქნება, რომ კიდევ ერთი სეზონი ალისონის ჭრილში გაატაროს. 25 წლის მეკარეს რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება. იჯარა მისთვის ცუდი ვარიანტი არ იქნება, თუ ისეთ კლუბში გადავა, სადაც პირველი ნომერი იქნება და მაღალი დონის ჩემპიონატში ყოველკვირეულად ითამაშებს. თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული მიმართულება ჯერჯერობით არ სახელდება, თუსაც შეიძლება რომ გიორგიმ კარიერა გააგრძელოს. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ლივერპულმა გიორგისთვის ისეთი კლუბი იპოვოს, სადაც ის უბრალოდ წუთებს კი არ მიიღებს, არამედ რეალურად პირველი მეკარე იქნება. კომენტარებში კი დაწერეთ, თუ რომელ კლუბს მოუხდებოდა გიორგი ყველაზე მეტად. მადრიდის რეალმა სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ნაბიჯი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაიფციგთან რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა და 19 წლისიან დიომანდე კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. რეალი ახალგაზრდა შემტევი სანაცვლოდ დაახლოებით 115-დან 120 მილიონ ევროს გადაიხდის. თავად ფეხბურთელი კი სამეფო კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. დიომანდეს მადრიდში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. თუმცა ამ ტრანსფერში ყველაზე საინტერესო არა მხოლოდ დიომანდეს ფასი და ასაკია, არამედ მისი პოზიცია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ყველაზე კომფორტულად მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ზუსტად იქ, სადაც რეალის შეტევის მთავარი სახე ვინისიუს ჟუნიორია. რა თქმა უნდა, დიომანდეს შეძენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვინისიუსი აუცილებლად წავა. ასეთ კლუბს გრძელი სეზონისთვის რამდენიმე მაღალი დონის შემტევი სჭირდება და ახალგაზრდა ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლება გამოიყენონ. მაგრამ როდესაც ერთ პოზიციაზე 120 მილიონამდე იხდი, ბუნებრივია ჩნდება კითხვა. ამზადებს თუ არა რეალი ვინისიუსის შესაძლო შემცვლელს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ბოლო დღეებში ბრაზილიელის არსენალში შესაძლო გადასვლაზე აქტიურად იწერება. ერთი შეხედვით ტრანსფერი ძალიან რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ლონდონური კლუბის საჭიროებებს თუ შევხედავთ, ვინისიუსის ვარიანტი გარკვეულ ლოგიკას ნამდვილად ატარებს. გასულ სეზონში არტეტას გუნდს განსაკუთრებით უჭირდა იმეტოქეების წინააღმდეგ, რომლებიც ღრმად იცავდნენ თავს. ასეთ თამაშებში ვინისიუსის ინდივიდუალური ოსტატობა არსენალს სრულიად განსხვავებული არახს მისცემდა. თუმცა ერთი პრობლემაც აშკარა. რეალში ვინისიუსს ყოველთვის არ უწევდა ინტენსიურ პრესინგში მონაწილეობა და დაცვაში უკან ჩამოსვლა. არტეტას სისტემაში კი თითოეულ შემტევს დიდი ტაქტიკური და ფიზიკური სამუშაო ევალება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი შემტევის შესაძლებლობები იმდენად მაღალია, რომ არსენალისთვის ასეთი გარიგების განხილვა გასაკვირი არ არის. მაგრამ დიომანდეს მოსვლამ სიტუაცია ნამდვილად შეცვალა. რეალს ახლა უკვე აქვს ახალგაზრდა, ძვირად ღირებული და მაღალი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი იმავე ფლანგზე. ამიტომ თუ არსენალი რეალურ შეთავაზებას გააკეთებს და თავად ვინისიუსის ახალი გამოწვევისთვის მზად იქნება, ეს შეიძლება ზაფხულის ყველაზე ხმაურიან სატრანსფერო საგად იქცეს. კომენტარებში კი დაწერეთ, რას ფიქრობთ, გსურთ თუ არა რომ ვინისიუს ჟუნიორმა რეალი დატოვოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.